მოსკოვი, ვაშინგტონი და ბრიუსელი ახლა ერთ ადგილს უყურებს სომხეთს. უკრაინის ომი შეიძლება გაფართოვდეს. დანიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადებაო. წელი ყარაბაღის ომი. სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკის, რომლის დაპირება მარტივი იყო. თუ შეგიტებენ, გვერდში დაგიდგები. აზერბაიჯანმა შეუტია. რუსეთი არ ჩარეულა. სომხეთი მარტო დარჩა. ამ მომენტიდან რაღაცები სერიოზულად იცვლება. Նիկոլ Փաշինյանին Հայաստանի Հանրապետության վարչապետի պաշտոնում ընտրելու մասին հարցը. Քվեարկություն. Շնորհակալություն. Փաշինյանի, რომელიც 2018 წელს რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში, თავდაპირველად მოსკოვთან კარგ ურთიერთობაში იყო, მაგრამ მერე ყარაბაღის ომმა ბევრი რამე შეცვალა. მალევე ჩნდება ტრამპი. President-elect of the United States, Donald John Trump. 2025 წელი, ვაშინგტონი. Փაშინიანი და ალიევი ერთ მაგიდასთან სხედა. ტრამპი კიდევ ერთ გარიგებას ხურავს. კიდევ ერთ კონფლიქტს ასრულებს და ქულებს იწერს. უკვე 2026 წელს მაისში რუბიო ჩავიდა ერევანში. ხელი მოაწერა ორ შეთანხმებას. პირველი მინერალების შეთანხმება. სპილენძი, მოლიბდენი, ოქრო და იშვიათი ელემენტები ამერიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს რესურსები ჩინეთის მონოპოლიის შესამცირებლადაა საჭირო. To make sure that both of our countries, both of our economies are going to have reliable access to these critical minerals in a way that is not just financially beneficial to our countries. რუბიომ ეს ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, როგორც ნავთობი და გაზიო. ეს იმ ფონზე, როცა ნავთობისთვის იტაცებენ პრეზიდენტს და იწყებენ ომებს. Every terrorist thug smuggling poisonous drugs into the United States of America, please be warned that we will blow you out of existence. We have no choice. მეორე, ტრამპის დერეფანი. სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიას დასავლეთთან პირდაპირ დააკავშირებს. რუსეთის და ირანის გვერდისავე. ეს რუსეთისთვის წითელი ხაზია. პუტინი უკან არ იხევს. ზუსტად ასე დაიწყო კრიზისი უკრაინაშიც. და ახლა დააკვირდით, როგორ მუშაობს ეს სისტემა. კრემლი უკვე მოქმედებაზე გადავიდა. შეზღუდა სომხური პროდუქციის იმპორტი, შემდეგ ენერგეტიკა. 2013 წლის შეთანხმება სომხეთს $150 დაწვის გაზს, რომელიც ევროპაში $600 ღირს. ეს შეიძლება გაუქმდეს. ამ ჯაჭვის გაწყვეტა სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ჩვენ მეზობელ ქვეყანას. შემდეგ სომხეთის ელჩი რუსეთში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ეს დიპლომატიაში ძალიან მკაფიო ნაბიჯია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უკმაყოფილოები ვართ და ეს გაცხადებული პოზიცია. 28 მაისს ყაზახეთში, სადაც პუტინმა ხელი მოაწერა $16.5 მილიარდი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობაზე, პუტინმა დააფიქსირა სომხეთის წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დეკემბრის ხდომაზე განიხილებაო. ევრაზიული კავშირის დატოვება სომხეთს დაუჯდებოდა მთლიანი ეკონომიკის 14%. ამ შეხვედრაზე სხვა ლიდერებიც მსჯელობდნენ სომხეთის საკითხზე. რუსული მხარის პოზიცია მარტივია. ორ ბლოკში ერთდროულად ვერ იქნება. Փաշინიანი ამ შეხვედრებზე პირადად არ ყოფილა. 1 ივნისს პუტინმა დაურეკა Փაშინიანს. დაბადების დღე ჰქონდა და ძალიან საინტერესო საუბარი მიდისა სატელეფონო ზარში. პუტინმა ახლავე რეფერენდუმი მოსთხოვა. Փაშინიანმა უარი თქვა, გაუმართლებელი მოთხოვნაო, მაგრამ 2 ივნისს, ანუ მეორე დღეს, Փაშინიანი ამბობს, რეფერენდუმის იდეას მხარს უჭერო. მიუხედავად კულუარებში არსებული ამ მკაცრი პოზიციისა, საჯაროდ პუტინი სულ სხვა რიტორიკას იყენებს. აცხადებს, რომ რუსეთი არ შეეწინააღმდეგება სომხეთის დაახლოებას ევროკავშირთან. თუ ერევანი მიიჩნევს, რომ ეს სომეხი ხალხის ინტერესებში შედის. თუმცა იქვე ამატებს ერთ მნიშვნელოვან ბერკეტსაც. თუ სომხეთი დატოვებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, სომხეთის მოქალაქეებზე ჩვეულებრივი მიგრაციული მოთხოვნები გავრცელდება, რაც სერიოზული დარტყმა, რადგან რუსეთში 2 მილიონზე მეტი სომეხი ცხოვრობს. ამიტომ პუტინის თქმით, რუსეთსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული კავშირები და სპეციალური ურთიერთობები აკავშირებთ. მოსკოვის მოლაპარაკებები ერევანთან კი გულახდილი, გულწრფელი და აბსოლუტურად ღია უნდა იყოს.
Reuters-ის ცნობით, CIA ფარულად ეხმარება Փაშინიანს პირადი დაცვის გაძლიერებაში. ეს თუ გვიჩვენებს რაიმეს, გვიჩვენებს ვის ეშინია ვისი. 7 ივნის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებია, ფაქტობრივად რეფერენდუმი და გავიგებთ, გადაიხრება სომხეთი დასავლეთისკენ თუ დარჩება რუსეთის პარტნიორად. Reuters-ი წერს, რუსეთს გეგმა ჰქონდა. რუსეთში მცხოვრები 2 მილიონზე მეტი სომეხი სამშობლოში ჩავიდოდა და ხმას მიცემდა Փაშინიანის წინააღმდეგ, კრემლის სასურველ კანდიდატს სამվել კარაპეტიანს. და რას აკეთებს სომხეთი ამ დაძაბულობის ფონზე? 28 მაისის აღლუმზე სომხეთმა პირველად აჩვენა ჩინური CH-4 Rainbow დრონები. ირანული საჰაერო თავდაცვა, ინდური, ფრანგული, ამერიკული იარაღი. ჭკვიანურია ეს თუ საშიში, თავად გადაწყვეტეთ. სომხეთში მიმდინარე მოვლენები არის რუსეთთან ბრძოლის პაზლის ერთ-ერთი ნაწილი. არანაკლებ საშიში სიტუაცია ევროპაშია. ბალტიისპირეთია ისევ დაძაბულობის ეპიცენტრში. ეს რეგიონი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების და ტესტირების მთავარ ჰაბად იქცა. კრემლი ღიად აცხადებს, რომ ფსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და რუსეთის სხვა დასავლეთ ოლქებზე განხორციელებული დრონების თავდასხმები სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიებიდან და მათი სპეცსამსახურების ტექნიკური მხარდაჭერით იმართება. მოსკოვისთვის ნატოს წევრი ქვეყნების პლაცდარმიდან რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიყენება პირდაპირი საფრთხეა. სწორედ ამ ნარატივის საპასუხოდ გამოაცხადა მედვედევმა გერმანული და ჩეხური კომპანიები რუსეთის კანონიერ სამიზნეებად, ხოლო ლატვიას, ანუ ნატოს, კრემლის სამხედრო დარტყმებით დაემუქრა, თუ დრონების კორიდორების მხარდაჭერა არ შეწყდება. გერმანია რუსეთს ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ და მყისიერ საფრთხედ მიიჩნევს. ბერლინი იმ შეფასებით მოქმედებს, რომ მოსკოვის შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით ნატოზე თავდასხმისთვის უკვე 2029 წლისთვის იყოს მზად. პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად გერმანია სწრაფად აფართოებს თავის სამხედრო ძალას და ახდენს ბუნდესვერის რესტრუქტურიზაციას, რომ ის კონტინენტზე მთავარ სამხედრო ძალად იქცეს. ამ პროცესს სათავეში უდგას თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, რომლის ხელმძღვანელობითაც გასულ წელთან შედარებით სამხედრო სამსახურში ჩაწერის მსურველთა რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. კითხვაზე თუ როგორ შეცვალა უკრაინის ომმა გერმანიის ხედვა საკუთარ უსაფრთხოებაზე, პისტორიუსი პასუხობს. I grew up in the Cold War. მე ცივი ომის პერიოდში გავიზარდი და 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩვენ ყველანი ვხედავთ, გერმანიაშიც და ევროპაშიც, რომ ომი დაბრუნდა. ჩვენ ამას არასდროს ველოდით და იმდენად იმედიანად ვიყავით განწყობილნი, გვეგონა რომ ეს არასდროს განმეორდებოდა. მაგრამ ეს ხდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ შეკავება და თავდაცვა. Swings in honor past Hungary's strongman Admiral Horthy, young men of the new German Reich, welded into a mighty war machine. უკრაინის ომას სრულიად შეარყია გერმანიის უსაფრთხოების განცდა. ქვეყანა ნელ-ნელა თავისუფლდება თავისი ძველი, სასტიკი სამხედრო სიძლიერის კომპლექსისგან. ამ ფონზე პოლონეთი თავდაცვაზე უკვე საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს ხარჯავს. თავის დროზე ტრამპს უნდოდა, რომ ნატოს სხვა წევრებსაც 5%-ამდე გაეზარდათ სამხედრო ხარჯები. თუმცა რადგან თითქმის ვერავინ დაითანხმა, ბოლოს ხელი ჩაიგნა. რაღა მარტო მე ვაჩანჩალო ეს ალიანსი. პარალელურად პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ახლა უკვე რუმინეთიც სულ უფრო ხშირად ხდებიან რუსული პროვოკაციების სამიზნე. ამიტომ ნატომ ეს საფრთხე საბოლოოდ სერიოზულად უნდა აღიქვას. I don't think we should, but I think they should. We've been supporting NATO so long. In many cases, I believe paying almost 100% the cost. So I don't think we should, but I think that the NATO countries should, absolutely. თუმცა რუსეთს დღეს მყარი ეკონომიკური ზურგი აქვს, რადგან მისი ვაჭრობა ევროპასთან ჩინეთმა და ინდოეთმა ჩაანაცვლეს. 2025 წლის ბოლოსთვის ამ ორ ქვეყანაზე მოდიოდა რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 85%. 2024 წელს ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ რეკორდულ $227 მილიარდ მიაღწია. ანუ სანქციები არ მუშაობს ისე, როგორც იგეგმებოდა. რუსეთი არ ჩამოიშალა, ადაპტირდა. ამერიკა კი ნელ-ნელა ტოვებს ამ სივრცეს და რესურსების კონცენტრაციას ახდენს ჩინეთში, ინდოწყნარ ოკეანეში და უკვე ირანში. უკრაინის მოლაპარაკებები გაჩერებულია.
კიევიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლები გაიყვანეს მას შემდეგ, რაც კრემლის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა ვაშინგტონს კიევის დატოვება ურჩია. მოკლედ, იმ რეალობაში, სადაც ამერიკა გადის ევროპიდან და ევროპა რუსეთთან პროქსიუმში მარტო რჩება, ევროპაც ნელ-ნელა ადაპტირდება და ლაგდება ჩინეთთან. ჩინეთში რიგრიგობით ჩავიდნენ საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და გააფორმეს ხელშეკრულებების სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში. სამხედრო კუთხით კიდე, ვინაიდან ამერიკამ მიატოვა, გადაწყვიტეს 800 მილიარდი ევროს დახარჯვა გადაიარაღებაში. ამასობაში ტრამპის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ზელენსკი. რუსეთი ახლა უფრო ღიად ემუქრება მეზობელ ქვეყნებს, ვიდრე მანამდე. სომხეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები სცილდება თავად ქვეყნის ფარგლებს და ასახავს უფრო ფართო გამოწვევას, რომლის წინაშეც რეგიონის სახელმწიფოები დგანან. ეს აღნიშნული საკითხი საერთო ევროპულ პასუხისმგებლობას შეაფასა. ანუ თვითონაც ისე გამოუვიდა, რომ უკრაინის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის ომი. ეს ომია რუსეთის გავლენის წინააღმდეგ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროპამ ეს გლობალურად უნდა დაინახოს. იმისთვის, რომ ეს დასავლეთმა გლობალურად დაინახოს, მინიმუმ საჭიროა სომხეთში გიუმრის 100-მეორე რუსული ბაზა აღარ იყოს რუსული. რუსეთი თავისინებით არ გავა. ხელშეკრულება კი 2044 წლამდეა გაფორმებული. ევროპა თავიდან უკრაინასაც მხოლოდ თავდაცვითი იარაღს აწვდიდა, შემდეგ ტანკებს, შემდეგ ჰაიმარს, შემდეგ გრძელი მანძილის სარაკეტო სისტემებს, F-16-ებსაც და ასე შემდეგ. უკრაინული მედიის ცნობით სამხედრო დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაშიც იგეგმება. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკისთან ერთად განაცხადა, რომ უკრაინა გრიფენ CD სერიის მოიერიშეების პირველ სერიას 2027 წლის დასაწყისში მიიღებს, ხოლო I სერიის თვითმფრინავებს 2030 წლისთვის. წარმოიდგინეთ, სადამდე აპირებენ ომის გაწელვას. სომხეთიც უნდათ, რომ ამ გლობალური თამაშის ეპიცენტრში მოექცეს, სადაც მოახლოებული არჩევნები ფაქტობრივად ქვეყნის გადარჩენის რეფერენდუმის ტოლფასია.